სახელითა მამისაითა და დისაითა და სულისაწმინისაითა ჩვენთან არს ღმერთი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს აღდგომის შემდგომი პერიოდი თქვენ იცით რომ ყოველი კვირას თავისი შინაარსი აქვს, თავის გარკვეულ შინაარსს მოგვითხრობს ყოველი კვირა. წინა კვირას იყო თომას კვირა, ეგრეთ წოდებული თომას ღვთისმეტყველება წარმოთქმული თომას მიერ. დღევანდელი დღე არის მენელსაცხებლე დედების კვირა. ქრონოლოგიურად ჩვენ რომ თქვათ, ჯერ მენელსაცხებლე დედები იყვნენ და მერე იყო თომა მოციქულის მიერ გვერდის განხილვა, იმიტომ რომ მენელსაცხებლე დედები ცისკარს, ესე იგი პარასკევს გარდამოხსნის შემდგომ შაბათი დღე თქვენ იცით რომ ებრაელებისთვის უქმე არის, ამ დღეს ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდნენ და დააცადეს ეს დღე და როგორც კი მოვიდა ცისკარი, წავიდნენ ისინი და წაიღეს ნელსაცხებელი და წავიდნენ იმ განზრახვით, რომ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს პატივი მიეგოთ მისთვის და შეესრულებიათ ის წესი, რომელ წესსაც ყოველ ჯვარზე გარდაცვლილ ადამიანს აღასრულებდნენ. ეს იყო გამბანვა, ნელსაცხებლები, სუდარი, სახვევები. იმიტომ რომ ძალიან სასწრაფო წესით მოხდა, უფალი ძალიან სასწრაფოდ გარდამოხსნეს. ჩვენ მთელი ეს ბოლო კვირა ნებისშვიდეული სულ ამაზე ვსაუბრობდით, რა იყო, როგორ იყო და ჩვენ ნახეთ რომ როდესაც უფალი ჯვარს აწვეს, ყველა მიატოვა ის. ერთადერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, რომელიც მივიდა იოსებთან და იოსები და საერთოდ ყველა მოციქულები, იოსები ერთ-ერთი მოწაფე იყო, იოსებ არიმათიელი უფლისა, იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი, მაგრამ ყველანი შეშინებულები იყვნენ. და როდესაც დედა ღვთისმშობელი მივიდა იოსებთან, იოსებმა ვერ გაუძლო მის სრემლებს, მის დედის სრემლებს ვერ გაუძლო და იკადრა და შევიდა პილატესთან. რა თქმა უნდა, მასაც უფლის სიყვარული და ერთგულება ჰქონდა, ეს რომ არ ქონოდა, დღევანდელ დღეს სწორედ მისი ხსენებაც არის, ეს რომ არ ქონოდა, ვერ იკადრებდა, ვერ გაბედავდა პილატესთან შესვლას და შევიდა, გამოითხოვა მისი გვამი და სასწრაფოდ წარგრაგნეს და სასწრაფო წესით დაფლეს. იქვე ახლოს იყო ეს საფლავი და ეს ფაქტებითაც დადასტურებულია ტურინის სუდარა რაც არის, მასზე კარგად არის გამოსახული სისხლის ნაკვალევები და რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ მოასწრეს მისი გამბანვა, მისი ესეთი მომზადება და ისე წესიერად რომ დაეფლათ. ამიტომ დედებმა რა თქმა უნდა იცოდნენ ესა, მათ იცოდნენ, ისინი იყვნენ დღეს, წავიკითხეთ სახარება, სადაც წერია რომ როდესაც დააფლეს და ლოდი მიაგორვეს, იქ იყვნენ დედები, ნაწილი დედებისა იქ იყვნენ და უყურებდნენ ამას ყველაფერს. და როგორც კი შესაძლებლობა მოეცათ, აი ამ შაბათის გამო ვერ მივიდნენ და როგორც კი შესაძლებლობა მოეცათ, მაშინვე წავიდნენ, მივიდნენ საფლავთან და წერია სახარებაში, რომ აი ამას ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება. დღეს მათი დღე არის, დღეს მათი დღე განაწესა, განაჩინა ეკლესიამ და თქვენ იცით რომ ესე ვერ მოიპოვებდნენ ადვილად. წარმოიდგინეთ, ერთი დღე, ერთი კვირა, ერთი დღე კი არა, მთელი კვირა მათი არის. დღეს მათი სახსენებელია, დღეს თქვენი სიხარულის დღე არის, ჩემო ძვირფასო, მანდილოსნებო, ვინც აი ერთგულებთ უფალს, წირვას არ აცდენთ, მოდიხარ, ცდილობთ რომ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იცხოვროთ, ქრისტესთვის სათნოთ და მთელი კვირა გრძელდება ეს დღე და ეს ისე უბრალოდ რა თქმა უნდა არ იქნება, ხომ? და მოდი თქვათ, ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ იმის შესახებ, თუ რა ქონდათ მათ ესეთი, რა ძვირფასი ესეთი, რომელიც
ღმერთს მართლა მირონივით ესათნოა და დედა ეკლესიამ განაჩინა ერთი კვირა მათი ხსენება იყოს. რა ქონდათ მას ესეთი და არ გვინდა ბევრი ძიება ამისთვის, ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში, რომ როდესაც ისინი მიდიოდნენ, უყურეთ, თქვენ იცით, რომ როდესაც ესე იგი ის ლოდი მიაგორვეს საფლავზე, ჰურიები წავიდნენ პილატესთან და უთხრეს, რომ მანო მას თურმაო, ესე თქვაო, რომ მესამე დღეს ავდგებიო და ეხლა მოგვეციო შენ დასიო, რომ დავიცვათო და პილატემ უთხრა თქვენ თვითონ აიყვანეთო, დაიქირავეთ ცველებიო და დაიქირავეს ცველები და მე ესე წერია სახარებაში, რომ დააბეჭდეს ლოდსა მას. დაბეჭდვა ნიშნავს იმას, რომ დაადეს მას გარკვეული ნიშანი და აი ამ ნიშნის მოხსნის უფლება არავის არ ქონდა მღვდელმთავრების გარდა. და ეს მსგავსი დანაშაულები ძალიან მკაცრად და მძიმედ ისჯებოდა. და ზოგადად ეხა ქრისტეს ერთგულება ისჯებოდა მაშინ და მოციქულები რატო იყვნენ? აი თომას კვირას ავიკითხეთ, მოციქულები დამალული იყვნენ შიშისათვის ურიათასა. იმიტომ რომ აი როგორც ცხოველები, გაშმაგებული ცხოველი ისე დაზდევდნენ. იმიტომ რომ მათი დასასრული იქნებოდა ქრისტეს აღდგომის დადასტურება და ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ხო ვერ ჩაახშეს ეს ხმა. და ისინი ნახეთ რას ამბობენ დედები, მიდიან, დედები, მანდილოსნები, უძლური ადამიანები და რას ამბობენ? იმას კი არ ამბობენო, აი ხა რომ მივდივართ, ვიცით რომ იქ ბეჭედია, ხო? ამ ბეჭედს ვერ შევეხებით ჩვენ. მათთვის ეს ბეჭედი არ არის, ეს სიცრუის ბეჭედია, ამიტომაც ბეჭედზე არ ფიქრობენ ისინი. და არ ეშინიათ მათ. ნახეთ, მოციქულები ამ დროს დამალულ არიან შიშისათვის ურიათასა და დედები ასე ვაშკაცურად, ასე შეუპოვრად მიდიან, რომ და რისთვის მიდიან? რომ გამბანონ მაცხოვარი და მე ამ ნელსაცხებლებით შეახვიონ ისევ და როგორც ეკუთვნის ადამიანს ისე გააკეთონ ყველაფერი, ამისთვის მიდიან. და რას ფიქრობენ გზაში იცით? აი ამ ლოდი დიდი ლოდი იყო იქ. იმას ვერც ქალები და ვერც რამოდენიმე მამაკაცი ვერ გადმოაგორებდა. აი ამ ლოდს ვინ გარდაგვიგორებსო? ისინი არ შიშობენ, არ ფიქრობენ, მათ ეს დედაკაცები არა უჩინო წარმომავლობის იყვნენ ისინი. მათ ოჯახები ჰქონდათ, შვილები ყავდათ. დაფიქრდით ამაზე? არაფერზე ისინი არ ფიქრობენ. აბსოლუტურად. ერთადერთი მათი სურვილი არის, რომ მივიდნენ და ერთგულად მოემსახურონ უფლის გვამს და უფალს მოემსახურონ ერთგულად. რა თქმა უნდა, იციან მათ აღდგომის შესახებ, იმიტომ რომ ესენი უფლის აქვე ყოფობის დროს დაემოწაფნენ მათ და აღდგომის შესახებ იციან, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, რომ იქ რა დახვდებათ. და ნახეთ რა ხდება, როდესაც მიდიან ისინი საფლავთან. ლოდი გარდაგორებული დახვდათ და საფლავი ცარიელი. და გამოეცხადათ მათ ანგელოზი, სპეტაკითა მოსილი, რომელმაც უთხრა, თქვენ იესოს ეძებთ, ნაზარეველს აღარ არის აქ, აღდგა. და მათთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო ეს უწყება. რა თქმა უნდა, საკმარისი იქნებოდა ანგელოზის ხილვა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი თვით უფალი ეცხადებოდათ მოციქულებს და მაინც უჭირდათ, მაგრამ აი ეს მათთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო, გამოიქცნენ იქედან და პირდაპირ მივიდნენ მიახარეს მოციქულებს, მაგრამ წერია სახარებაში, რომ მოციქულებს უჩნდეს სიტყვანი მათი ვითარცა სიჩქურისან. ნუ სისულელეთ, წარმოიდეთ, ესე იგი, მენელსაცხებლე დედებმა რომ უკვე აღდგომა ირწმუნეს, მათი სიტყვა, მათი ხარება მოციქულებს სისულელეთ მიაჩნდათ, როგორო? აი ვერ წარმოედგინათ. აქედან გარბიან პეტრე და იოანე. პეტრე და იოანე მოციქულები მიდიან იქა. ნახეს ეს ლოდი გარდაგორებული საფლავი ცარიელი, მაგრამ ანგელოზი მათ არ გამოეცხადა. ნახეთ? ნუ რა თქმა უნდა, აქ ღვთის მიუწვდომელი სიბრძნე და სიღრმე მისი სიბრძნის, მანიცის ვის რა ჭირდება იმისთვის, რომ ირწმუნოს. მათ ნახეს სუდარი და სახვევლები და სუდარი შეკეცილი ერთ ადგილას და ეს აღმოჩნდა მათთვის
რწმენაში განსამტკიცებელი. და ნახეთ აი როგორი ერთგულება აჩვენებს. დღეს ერთგულების დღესასწაულია შეიძლება ესე ითქვას. მენელსაცხებლე დედების აი გითხარით რითი რა იყო ის რითიც ასე გამოვრწყინდნენ ისინი და პირველ რიგში ერთგულება, ქრისტეს ერთგულება. ერთგულება ჭირდება, ერთგული ადამიანები ჭირდება. უფალს ჭირდება კი არა, უფალს არაფერიც არ ჭირდება, მაგრამ იმისათვის რომ კაცობრიობა გადარჩეს, რამოდენიმე ადამიანი მაინც უნდა იყოს ერთგული უფლის, აი მაგალითად, როდესაც წარღვნა მოხდა, სულ 800 აღმოჩნდა მთელ სამყაროში, ვინც უფალს ერთგულებდა. ესენი იყვნენ ნოეს ცოლი და ნოეს შვილები და მათი ცოლები, რომლებიც გადარჩნენ კიდობანში და მათგან შემდგომ ახალი ცხოვრება წარმოვიდა და მე ესე შეიძლება ესე ვთქვათ, რომ მენელსაცხებლე დედები იყვნენ სწორედ იმ ერთგულების საზომის ადამიანები, რომელთა გამოც გადარჩა სამყარო მაშინ, რომ ესე იგი ადამიანმა ღმერთი ჯვარზე მიალურსმა და ეს სამყარო თავიდან არ წარირღნა და თავიდან არ განადგურდა და თავიდან არ აღიგავა პირისაგან მიწისა ყოველი სულდგმული. სწორედ აი ეს მენელსაცხებლე დედების ერთგულებით და დღეს ასევე არის ჩემო ძვირფასებო წმინდა მეფე თამარის სენება გუშინ ჩვენ ვთქვით რომ თამარ მეფე ჩვენმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მენელსაცხებლე დედათა რანგში აიყვანა. ეს მენელსაცხებლე დედები ძალიან დიდები არიან უფლის წინაშე და რა თქმა უნდა ადამიანების წინაშე და წმინდა თამარ მეფეს დიდი არის, მაგრამ ის რომ მენელსაცხებლე დედების ხსენებას იქნა განჩინებული მათი ხსენება, ეს კიდევ უფრო დიდად წარმოაჩენს მას და მე ვფიქრობდი გუშინ მსგავსებებზე, აი რა მსგავსება არის თამარ მეფესა და მენელსაცხებლე დედებს შორის და მე გითხარით თქვენ რომ მენელსაცხებლე დედებს აღარ ახსოვდათ არაფერი ქრისტეს გარდა, აღარც თავიანთი თავი და თამარ მეფე ზუსტად ესეთი იყო. მას არაფერი არ ახსოვდა გარდა სამშობლოსი და თავისი თავის არ ახსოვდა, უბრალოდ ქართველი ერი და საქართველო იყო მისთვის, თავისი თავის არ ახსოვდა და თქვენ იცით რომ ის ძალიან მძიმე სენით ავადობდა და სანამ უკიდურესად არ შეაწუხა ტკივილებმა, მანამდე არავინ არ იცოდა ამ სენის შესახებ, თორემ რომ ცოდნოდათ შეიძლება განკურნებულიყო და აი ამ მძიმე სენით აღესრულა იგი და იგი იყო შეწირული ფაქტიურად მე ჩვენ ერთხელ უწმინდესმა გვითხრა არის ესეთი გადმოცემაო რომ თამარ მეფეს მონაზვნობა უნდოდაო. არც პირველი ქორწინება იყო მისი ნება და არც მეორე. წარმოიდგინეთ თქვენ, მაგრამ იმისათვის რომ ერთადერთი მემკვიდრე იყო და სამეფო შთამომავლობის და მასაც უნდა მემკვიდრე ყოლო და ამისთვის ემორჩილება დარბაზს და ეს იყო მისთვის მორჩილება და არა მისი სურვილი იყო მონაზნობა და აქაც ხედავ ჩვენ რომ როგორ შეეწირა, როგორი შეწირული არის წმინდა თამარ მეფე და მართლაც აი ჩვენ ერთ-ერთ ლოცვაში ვკითხულობთ რომ სურვილითა შენთა მოსწყლენ სულნი ჩვენიო და მართლაც აი ესე მოწყვლები იყვნენ მენელსაცხებლე დედები ქრისტეს სურვილით და ქრისტეს სიყვარული და წმინდა თამარ მეფეს. დღევანდელი დღე ძალიან დახუნძლულია ესე რომ ვთქვათ, ასევე არის მცხეთის ჯვრის ხსენება არის თქვენ ისით ეს ისტორიიდან სასწაული ერთი ჯვარი რომელიც აღიმართა, სადაც ახლა ჯვრის მონასტერი არის, ერთი აღიმართა თხოთის მთაზე, ერთი აღიმართა უჯარმას და აი ამ ჯვრის სასწაულს იხსენიებს კიდევ დღევანდელ დღეს ეკლესია და დიდი ზეიმია ზეცაში და ეს ზეიმი გრძელდება მთელი კვირა. მთელი კვირა ჩვენ ვიხსენებთ მენელსაცხებლე დედების ერთგულებას. მთელი კვირა ჩვენ ვიხსენებთ წმინდა თამარ მეფის იმ თავგანწირვას და ერთგულებას, რომელიც თურმე რა შეუძლია ქრისტეს სიყვარულს და რა შეუძლია ქრისტეს ერთგულებას. ამიტომ ჩვენ ზეცას დღევანდელ დღეს მოდი ვიფიქროთ, აი რა უნდა უთხრათ ზეცას. ჩვენ ზეცას და წმინდა მენელსაცხებლე დედებს და წმინდა თამარ მეფეს ჩვენ დღევანდელ დღეს შეგვიძლია უთხრათ, რომ შეგვეციონ და ვერც კი ვიტყვით იმას, რომ ჩვენც ვიქნებით ერთგულები, ვერ ვიტყვით ამას, იმიტომ რომ ისეთი უძლურნი ვართ, რომ
აქედან გავალ და ვის რა მოგვივა და ვინ რა ცოდვაში დავეცემი და ვინ სად წავიმტრევთ ცხვირს არავინ არ ვიცი, ამიტომ ვერც კი ვიტყვით იმას, რომ ჩვენც ვიქნებით უფალო ერთგულები, გიერთგულებ ჩვენ. თუ არა და პეტრე მოციქულივით გამოგვივიდეს, იქნება თქვა და მეორე წუთში მასავით უარყოთ იქნება. ამიტომ ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ დღეს ზეცას რომ უთხრათ, რომ თხოვოთ წმინდა მენელსაცხებლე დედებს, წმინდა თამარ მეფეს, რომ დაგვეხმარონ იმაში, რომ უერთგულოთ უფალს. იმიტომ რომ მერწმუნეთ, რომ აი ამ ქვეყანაზე ყველა სიხარული რომ გამოცადოთ, რაც კი რამ სიხარული არსებობს, ვერ შეედრება იმ სიხარულს, რომელსაც განისთის სული, ესე იგი, ქრისტესთან შეხვედრის შემდგომ, როდესაც ქრისტე ჩაიხუტევს მას, ჩაიკრავს გულში და ეტყვის, რომ როგორ მიერთგულებ, ადლობელი ვარ შენი. ამას ვერც ერთი სიხარული ვერ შეედრება. ამიტომ ჩვენ ამ სიხარულის სურვილით ვთხოვოთ წმინდანებს, რომ შეგვეციონ, დაგვეხმარონ იმაში, რომ ჩვენს მოგვეცეს მადლი იმისათვის, რომ უერთგულოთ უფალს. არავის არასდროს არ შეგვეშინდეს და ქრისტეს სიყვარული იყოს უფრო მეტი ჩვენთვის, ვიდრე რომ ამა ქვეყნის ძლიერთა შიში და მორიდება და რაიმე მდგომარეობისადმი უფრო მეტის ანგარიშის გაწევა, ვიდრე ქრისტეს სიყვარულისა. ამინ. შეგვეციოს ამაში წმინდა მენელსაცხებლე დედები, ადამიანები, ჩვენ ეკლესია, ჩვენ აი ამის წინ საუბრობდით იმაზე, რომ ეკლესია არის მოწოდება. ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ აი მე რა ვარ, მე სად ვარ, მე ვინ ვარ, ნუ შეგეშინდებათ. იყავით ეკლესიის წიაღში და ეკლესია თვითონ არის სასწაულთ მოქმედი, რომელიც ახდენს იმ სასწაულს, რომ ადამიანი გაზარდოს. ხანდახან არის ხოლმე, რომ მეკითხება ამის წინ ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომ აი მითხარი რაში დაგიდგე გვერდშიო და რაღაცეები შემიძლია და რაში დაგიდგე გვერდშიო. მე ვთხარი მოდი ეკლესიაში. იმიტომ რომ წირვალოცვას დაესწარი, იმიტომ რომ თუ კი ადამიანი იქნება ეკლესიის წიაღში წირვალოცვას დაესწრება და შეძლების დაგვარად ეცდება რომ თვისახურებაში ჩაერთობს, უფალი გაზრდის მას, ეკლესია გაზრდის. ნუ ინერვიულებ, ნუ შეგეშინდებათ, მე ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ, იყავით ეკლესიის წიაღში. აი ეს იყო მენელსაცხებლე დედები დარჩნენ ეკლესიის წიაღში. ისინი არ გავიდნენ ეკლესიიდან და ნახეთ რა სასწაული მოხდა, ნახეთ როგორ დაიცვა ისინი უფალმა, ღვთის მადლმა. რა თქმა უნდა, ისინი შემდეგ იდევნენ, მაგრამ იმ წუთში იყო საშიშროება იმისა, რომ ისინი ჩაეკოლათ ურიებს, მაგრამ მათ არ დაიხიეს უკან. ამა ქვეყნის ძლიერთა არ შეეშინდათ. არანაირი მდგომარეობა არ დააყენეს ამაზე უპირატესად და სამაგიეროდ ნახეთ რა ჯილდო მიიღეს, რომ არათუ ერთი დღე, არამედ მთელი კვირა ჩვენ მათ სახსენებელში ვარ და ჩემი თხოვნაც იქნება, რომ აი ამ კვირის განმავლობაში ვისაც რა შეგიძლია, წაიკითხეთ მენელსაცხებლე დედებზე, თუნდაც სახარებაში მოძებნეთ ბაზზე რა წერია, წაიკითხეთ, რა ვიცი ახლა იმ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი და ცნობები არის, მათზე ქადაგებებიც არის, მოისმენ და ეს კვირა ესე გავატაროთ. თუ ესე გაატარებთ ამ კვირას, მერწმუნეთ, რომ თქვენი გული გაძლიერდება ქრისტეს სიყვარულში და ქრისტეს ერთგულებაში, რომელიც ინებოს ყდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან, ღმერთმან, ჩვენმან, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება, სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე